ახალი საავადმყოფო ტყიბულში საქართველოს პრეზიდენტმა 2 თვის წინ გახსნა, თუმცა იგი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ჩვენს ქალაქში ახალი სამედიცინო ცენტრი სადაზღვეო კომპანია ალდაგი BCI ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში ააშენა. ტყიბულის რაიონული საავადმყოფო დიდი კლინიკური გაერთიანების ჩემი ოჯახის კლინიკის ერთ-ერთი ნაწილია. საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. კლინიკაში მიმღები განყოფილების გარდა ეხოსკოპიური, კარდიოლოგიური და რენტგენოლოგიური კაბინეტები ფუნქციონირებს. აქ არსებული ლაბორატორია კი დიაგნოზირების უტყუარი სიზუსტის საშუალებას იძლევა. ახალი აპარატი აღჭურვილი არის გადამწოდებით, რომელიც ესე იგი აგრე რაც ხომ ჩვენს გადამწოდებით მარტივია და მუცლის ეხოსკოპიას აკეთებდა. ეს არის 3.5 მეტრიანი ასე მეგაჰერციანი გადამწოდები. არ ამას მოყვება ეს არის 10 მეგაჰერციანი გადამწოდი, რომელიც ეკუთვნილია ფარისებრი ჯიკლისთვის და როგორც აგერთებინებ რექტალური გადამწოდი, სადაც რექტალური გადამწოდი, რომელიც და ვაგინალური. ანუ გარდა მუცლის ეხოსკოპიისა, საშატე გზების ეხოსკოპიისა, სანახული გზების ეხოსკოპიისა, გინეკოლოგიური ეხოსკოპიისა, რაც კეთდებოდა აქამდე, ამას დაემატება ფარისებრი ჯიგლის გამოკვლევებს ვაკეთებთ, ფარისებრი ჯიგლის ეხოსკოპიას და პლუს ვაკეთებთ ვაგინალურ და რექტალურ ეხოსკოპიას, რაც აუცილებელი არის გინეკოლოგიური დაავადების დროს და აუცილებელია წინამდებარე ჯიგლის დაავადების დროს. ეს არის უფრო არატექნოლოგიური გამოკვლევა. და ამრიგად შევიდეთ მოგზაურობთ ფარისებრი ჯიგლის გამოკვლევისათვის, სარძევი ჯიგლის გამოკვლევისათვის. ეს არის General Electronics-ის აპარატი ევროპაში აწყობილი, თანამედროვე 2011 წლის აპარატი. განსხვავდება მაღალი ხარისხით, ანუ გამოდის ძალიან მაღალი ხარისხის სურათები, გამოკვლევის მეტი საშუალებაა. მაქსიმალური კომფორტია კაბინეტში. არანაირ რენტგენის სხივი, არც მეორადის სხივი არ რჩება. კედლებს გარეთ არ გადის, ანუ დაცულია ყველა ადამიანი დამატებითი დასხივებისაგან. ახალი სამედიცინო ცენტრი ტყიბულში უახლესი საოპერაციო ბლოკითაა აღჭურვილი. საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის პალატებიცაა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აგმაყოფილებს. კლინიკაში ცალკეა სამშობიარო ბლოკი. აქვეა განთავსებული მშობიარეთა და ახალბედებისათვის განკუთვნილი პალატები, სადაც ახალშობილის მიღება და მისი შეფასება ხდება. საოპერაციო მაგდა კარგი განათლება სწავლია. ფოკუსი რომანტიზმზე, ახალმანტიზმზე სასწავლებელი რანაირად ეს შეიძლება ესტერდება და შეუძლია ქირურგს თვითონ არეგულიროს. ეს იგივე გზაზე. გვაქვს კიდე ელექტროდავნა, გვაქვს ასოსი რეგერის ფაბრიკის სასუნთქი აპარატები. ეს არის თქი, სადაც ხდება სტერილიზაცია. თეთრეულის მასალის ყველაფრის საოპერაციოდ ხდება ხელის დაბანა ასეთ კლინიკაში ასევე ოჯახის ექიმის კაბინეტები ფუნქციონირებს. სამედიცინო დაწესებულება კვლავ აგრძელებს უმწეოთა და კორპორაციული პაციენტების მომსახურების პროგრამებს. მას ვისაც პოლისი აქვს გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებას კვირის სამუშაო დღეებში აქ უფასოდ მიიღებს, თუმცა მომსახურება ფასიანი მხოლოდ შაბათ-კვირასაა. ახალ საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობა ძალიან მაღალია. გუშინ მივიღეთ მაგალითად 31 პაციენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველა მე გავსინჯე, ის გავუშვი ნევროპათოლოგთან, ქირურგთან, გინეკოლოგთან, დერმატოლოგთან. ძალიან ბევრია ონკოლოგიური ავადმყოფები ჩემ და სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ტყიბულში. მაქსიმუმს ვაკეთებთ, ვცდილობთ, რომ ყველა კარგად მივიღოთ პაციენტები. გვაქვს გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება. და ეხლა სარგებლობ შემთხვევით, რომ თუ პაციენტს უბრალოდ გასინჯვა უნდა, წნევის გაზომვა უნდა და არ არის ის სასწრაფო და გადაუდებელი, შაბათ-კვირას ნუ მომართავენ, იმიტომ რომ ამბულატორიულ ნაწილში მაშინ მათ უხდებათ ფულის გადახდა. რაც შეეხება ისე დღეებში, ჩვენთან მიმართვა პოლისით არის უფასო. ჩემთან ეს არის მთლიანად უფასო, ჩემი მიღება, რაც შეეხება ვიტრო სპეციალისტებს, ჩემი მიმართვით არის უფასო ყველა ვიტრო სპეციალისტთან.
საავადმყოფო კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული. ტყიბულის სამედიცინო ცენტრში 100-მდე ადგილობრივი ექიმი და ექთანია დასაქმებული. მალე კი კლინიკაში ახალი ტრამვატოლოგი ლევან ჯაში იმუშავებს. ექიმები აქ 24 საათიანი რეჟიმით მუშაობენ. ყოველდღიურად ფაქტობრივად ხდება თითოეული კაბინეტის, თითოეული ექიმის მუშაობის გაანალიზება, როგორც სამედიცინო მუშაობის, ასევე ფინანსური საქმიანობის, შენატანების და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ მუშაობს ესე იგი საავადმყოფო დღის ესე იგი თანამშრომლები დღის 10:30-დან 5 საათამდე ყველა კონსულტანტი და ყველა კაბინეტი ადგილზე არის. საღამოობს ესე იგი ღამის მენაში მორიგი რჩება 2 ექიმი კლინიკაში, ეს არის მოკიმი თერაპევტი და ექიმი ქირურგი. ასევე მორიგეობს მიმღების მედ და პალატის მედა და მედის დამხმარე. შესაბამისად გინეკოლოგი მორიგეობს ბინიდან და ადგილზე კიდევ მორიგეობს ბებია ქალი. შედარება არ არის პირობების. სადაც ვიყავით და სადაც ვართ ახლა, ყველაფერი გვაქვს ელემენტარულიდან დაწყილი უმაღლეს დონეზე. ახალ სამედიცინო ცენტრში ყველა სახის ორგენტული და სასწრაფო ოპერაცია კეთდება. პაციენტს აქვე გაუწევენ, აგრეთვე გადაუდებენ მომსახურებასაც. თუ მდგომარეობა ისეთ მაღალფუნქციურ გამოკვლევებსა და სპეციალისტების მკურნალობას მოითხოვს, რომელიც ადგილზე ვერ კეთდება, შეტყობინება კატასტროფის ცენტრში იგზავნება. შეუძლებელია ტყიბულში გაკეთდეს ისეთი ან 15-წლიანი სხვა კლინიკაში ისეთი ოპერაცია, რომელიც მოითხოვს თქვა კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვომაგნიტური რეზონანსის და სხვა მაღალფუნქციური გამოკვლევებით პაციენტის რამოდენიმეჯერ გაკონტროლებას. ასეთი ოპერაციები რა თქმა უნდა გაკეთება, მათ შორის ნეიროქირურგიული ოპერაციები. უკვე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საკუთარ ქალაქშივე მხოლოდ ერთ საავადმყოფოში ხდება ხელმისაწვდომი მაღალხარისხიანი ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრეჰოსპიტალური სერვისების განხორციელება. ახალ სამედიცინო ცენტრშივე გადავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. საავადმყოფო 15 საწოლზეა გათვლილი. მე ნამდვილად გაოცებული ვარ იქ, რაც აქ ვნახე. შემოვედი უწინათ ყოფილ ვარ ძველ საავადმყოფოში და ახლა დღეს ასეთ პირობებში განსხვავება, როგორც ზედა მთვარე ისე განსხვავდება. დღეს უნიკალურად ყველაფერი პირობა ადამიანის გამოჯამთელებისათვის და მისი ჯამთელობის ზრუნვაზე მთელი მედპერსონალი ფეხზე დგას დიდი ყურადღებით და სითბოდ მადლობ ცუვალას. ყველაფერნაირად არის სისუფთავე, კაია, მკურნალობა, კაია. რა ვიცი ახლა სხვა ყურადღებაც კარგია და ყველაფერი კაია. ჩემს მიმართ ასია და სხვების კმაყოფილი არიან, მე ახლა იქანა ხო ავადმყოფები ხო არიან ჩემთან. ძალიან კარგი ყველაფერი. კლინიკაში 24 საათიანი ცენტრალური გათბობა და ვენტილაცია მუშაობს. შენობაში დაგებულია ანტიმიკრობული ლინონიუმიც. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება სპეციალური გენერატორი, რომელიც არა მარტო სამედიცინო აპარატურის, არამედ მთელი შენობის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. საერთო პირობები რომ საუკეთესოდ დავადაწყდავთ 24 საათიანი ელექტრომომარაგება არის გათბობა, ცენტრალური ვენტილაცია, აერაცია, ანტიმიკრობული ლინონიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს ბაქტერიული ტიტრის დასაშვებ ზღვარში არსებობას. ასევე ძირითადად გათბობა ხდება დიზელის საშუალებით, 24 საათიანი მომარაგება. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში სამედიცინო ცენტრის შესაქმნელად სადაზღვეო კომპანია ალდაგიბისია იმ ტყიბულში სულ $2 მილიონი ინვესტიცია განახორციელა.